ემპათია არის სხვა ადამიანის გრძნობების გაზიარება, თანაგანცდა. ემოციებს ვერ ვასწავლეთ, თუ ჩვენ არ ვასწავლეთ სწორედ დარქმევა სახელების ემოციების. ემოციებს არ საუბრობენ ოჯახში, არც ბავშვებთან. და ეს ძალიან დიდი პრობლემა არის არა მარტო ემპათიის განვითარებისათვის, არამედ ზოგადად მენტალური განვითარების მიმართულებით. მშობლების დამოკიდებულება და ქცევები, თუ ემპათიური არ არის, დისტანცია შვილსა და მშობელს შორის არის გაზრდილი. ამას, როდესაც ხალისის, თამაშის, ინტერესის, ემოციების გარემოში ვასწავლეთ ბავშვს, ხო, აი ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს და მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ჯანმრთელობა და არა მხოლოდ ნინი ჭაჭიასთან ერთად, მე მის თანაწამყვანი ნათია გაფრინდაშვილი ვარ. სანამ უშუალო თემაზე გადავალ, როგორც ყოველთვის მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და უყუროთ ჩვენ გადაცემას ყოველ ხუთშაბათს დარიო რადიოსა და ნინი ჭაჭიას YouTube არხებზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, როგორც წინა რამოდენიმე ეპიზოდის თემა, არცდება ბავშვებს და მშობლების და ბავშვების ურთიერთობას და დღეს გვინდა ვისაუბროთ ბავშვებს როგორ ვასწავლოთ ემპათია და რა არის ზოგადად ემპათია. მოდი პირველი ამით გადმოვალ, რომ სანამ უშუალოდ ბავშვებს როგორ ვასწავლოთ, ზოგადად რა არის ემპათია და რატო არის ის მნიშვნელოვანი. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ თანამედროვე სამყარო მოითხოვს რბილი უნარების განვითარებას, ხო? და რბილი უნარები ეს არის ის უნარები, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება, ერთმანეთის გაგებაში ეხმარება და ემპათიაც არის ერთ-ერთი რბილი უნარი. და ემპათია არის სხვა ადამიანის გრძნობების გაზიარება, თანაგანცდა. და მოდი ცოტა მიმღებლობასა და ემპათიას შორის განსხვავებასაც ვიტყვი, მაშინ მიმღებლობა ეს არის ესეც მნიშვნელოვანი უნარია, რომ თანამედროვე სამყაროში ხო ეს სულ მიმღებლობაზე ვლაპარაკობ. მე შემიძლია გავიგო, მივიღო შენი განსხვავებები, მაგრამ არ მქონდეს თანაგანცდა. ანუ მივიღო როგორც მოცემულობა. ემპათია არის, როდესაც მე შემიძლია გიგრძნო. ანუ შენი აი ეს დამოკიდებულებები, შენი ემოციები განვიცადო და მივხვდე, რას განიცდი. უმნიშვნელოვანესი უნარი არის, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ბავშვებსა და მშობლების ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ბავშვის მენტალური, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ემოციური ინტელექტის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის და სწორედ ემპათიის გარეშე ემოციური ინტელექტი არ ვითარდება. როდესაც ამ გადაცემის თემას ვამზადებდი, ასე რომ ვთქვათ და დამატებით კითხვებს წერდი ჩემთვის, რაღაც აღმოვაჩინე ის, რომ პირობითად ემპათიის სწავლება სწავლება შესაძლებელია, ოღონდ ეს არ იწყება არც სკოლაში, არც ბაღში, არც მასწავლებლისგან და არავისგან. ეს ყველაფერი იწყება ოჯახიდან. რატომ არის ეს ესე, ანუ როგორ მომდინარეობს ეს ყველაფერი და რა როლი აქვს ამ პროცესში ოჯახს, ამაზე რომ ვისაუბროთ. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ ბავშვი ან ბაღში წავა, ან სკოლაში წავა, მანამდე საკმაოდ დიდი ხანი ატარებს ოჯახურ გარემოში, სადაც ის სწავლობს თავის ემოციებს და სხვის ემოციებს და სწავლობს, წეს უნდა სწავლობდეს მათ შორის აი ამ ემოციების მნიშვნელობას, ხო, აი ეს თანაგანცდა უნდა ქონდეს. სწორედ ამიტომ საუბარი, როცა არის ემპათიის განვითარებაზე და როდის ყალიბდება, ხო, საწყისი სად იწყება. იწყება ოჯახში, თუმცა არის რიგი შემთხვევები, საკმაოდ ბევრი, ტრადიციულ საზოგადოებებში განსაკუთრებით, როდესაც ბავშვი ვერ სწავლობს ემპათიის უნარს ოჯახში, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი უნარი, ადამიანური უნარი, ამ უნარის განვითარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყო და შეიძლება მერეც განივითარო. უბრალოდ ჩვენ თუ საუბრობთ ესეთი ჯანსაღ გარემოზე, ჯანსაღ ბავშვის ეკოსისტემაზე, აქ უმნიშვნელოვანესი არის, რომ ბავშვს თავიდანვე, დაბადებიდანვე ვასწავლოთ ემოციების არსებობა, ემოციებით ურთიერთობა, ემოციების მნიშვნელობა და ვასწავლოთ თანაგანცდა.
ემოციებზე საუბრობდი და აი ზუსტად უნდა ვასწავლოთ რეალურად ერთმანეთსაგან განსხვავება, ხო, რაღაცა კონკრეტული ემოციების, სახელების დარქმევა რამდენად მნიშვნელოვანია ესეთ სიტუაციაში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ. ემოციებს ვერ ვასწავლეთ, თუ ჩვენ არ ვასწავლეთ სწორედ დარქმევა სახელების ემოციების. ხშირად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დასრულებში სწორედ მაშინ წყდება ბავშვებშიც, როდესაც ისინი არასწორად სახელდებებს არასწორად აკეთებენ ემოციების და ეს სწორედ ბავშვობაში ჩამოყალიბებული, ესე ვთქვათ, ქცევითი მოდელია. მაგალითად, სიტყვაზე ბავშვს დაუშვათ ეშინია სკოლაში წასვლის, ან ბაღში წასვლის და მშობელს ეუბნება, რომ ტირის ეუბნება, რომ არ მინდა სკოლაში წასვლა, არ მინდა ბაღში წასვლა, იმიტომ რომ ეშინია და ამ დროს მშობელი ეუბნება, რომ არა, შენ კი არ გეშინია, გეზარება. ანუ და თუ აი ესეთ, ესე ვთქვათ, გამღიზიანებელს ესეთ პასუხს იღებს, ბავშვი ნაცვლად იმისა, რომ გაიაზროს, რომ რა არის შიში, სწავლობს, რომ ეს არის სიზარმაცე. წარმოიდგინე, ყველა ემოციები ჩვენ გვესაუბრებიან, ჩვენ ემოციებით, ადამიანი ემოციებით კომუნიცირებს გარე სამყაროსთან და შენ წარმოიდგინე, როდესაც არასწორი კომუნიკაცია მიდის, იმიტომ რომ ყველა ემოციას აქვს თავისი ქცევითი მოდელი. რომ შიში გეუბნება, რომ ფრთხილად იყავი. იმის არ გეუბნება, რომ იტირე მაინც და მაინც, ხო, რომ ნეგატიური ემოციები ჩვენ გვიცავენ, უსაფრთხოებას განსაზღვრავენ. და როდესაც აი ამ უსაფრთხოების სისტემაში არასწორი კოდირება ხდება, ფაქტობრივად რაღაცა თვალსაზრისით ბავშვი შეიძლება იყოს დაუცველი. ამ პროცესში როგორ ეხმარება ოჯახს ან არ ეხმარება ოჯახური რუტინა, ან რუტინად ქცეული რაღაცა ქცევები ოჯახში. რამდენად ეხმარება თუ არ ეხმარება თუნდაც? მოდი ასე ვთქვათ, ოჯახში სადაც და სამწუხარო პრობლემა არის საქართველოში, რომ ემოციებს არ საუბრობენ ოჯახში, არც ბავშვებთან. და ეს ძალიან დიდი პრობლემა არის არა მარტო ემპათიის განვითარებისათვის, არამედ ზოგადად მენტალური განვითარების მიმართულებით. და მნიშვნელოვანი არის, რომ ემოციებზე ვესაუბროთ, იმიტომ რომ სწავლება როგორ ხდება, ერთი არის რომ რაღაცას გრძნობ, მეორე არის რომ შეიძლება სახელი დაარქვა, მერე არის რომ უნდა გაარკვიო, რომ რა გადაამოწმო ჯერ მშობელმა, რომ რას გრძნობს, რას განიცდის, რას იწვევს ეს ემოციას, ხეულებრივი შეგრძნებებია, ეს ფიქრებია, ეს რაღაცა ხედვები არის, ხო? აი ამის გაანალიზებისათვის მნიშვნელოვანია თუ ეს ემოციური ინტელექტი, ემოციური ცნობიერება განვითარებული არა ბავშვი ემპათიაზე აპარატის ზედმეტია ისა ვერ განვითარდება. ანუ ბაზა არის, ემპათიის ბაზა არის, რომ მე უნდა მეგობრობდე ემოციებთან და მარტო კი არ უნდა ვიცოდე, უნდა ვგრძნობდე მათ, უნდა ვიცოდე როგორი გრძნობა. რას ნიშნავს ემოციური უსაფრთხოება? იმიტომ რომ ხშირად წამიკითხავს ესეთი ტერმინი და ამ თემასთან დაკავშირებითაც რომ ვეძებდი რაღაცებს, ეგ იყო, რომ ანუ ემოციური უსაფრთხოება და უნდა გრძნობდეს თუ როგორ უნდა გრძნობდეს ოჯახში თავს ემოციურად უსაფრთხოდ ბავშვი. ანუ ემოციური უსაფრთხოება ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ უნდა ქონდეს შიში. მშობლის თუ ზოგადად ნებისმიერ ოჯახში თუ საუბრობთ ემოციურ უსაფრთხოებას, აქედან იწყება, ხო? დაცულობის შეგრძნება ბავშვისთვის მთავარი დამცველები არიან დედა და მამა. იმიტომ რომ პირველი და განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ხოლმე დედებს, იმიტომ რომ ის მოცლადყოფნის პერიოდიდან კონტაქტში არის თავის იმასთან და არა იმიტომ რომ რაღაცა დედებს რაღაცა განსაკუთრებული ტვირთი აქვს და არა. და მშობლების დამოკიდებულება და ქცევები თუ ემპათიური არ არის, დისტანცია შვილსა და მშობელს შორის არის გაზრდილი. თუ თანაგანცდა არ არის და ემოციებს ჩვენ ხო გრძნობთ, მარტო არ ვიცით, ხო ეს განცდა რა არის. ხო შესულხარ ოთახში დაუშვათ სიჩუმეა. ბევრი ხალხია და სიჩუმეა. მაგრამ რაღაცა ისეთი სიჩუმეა, რომ ხვდები რომ აქ რაღაცა ცუდი ხდება, ხო? იმიტომ რომ ემოციებს მე ვეძახი ხოლმე რომ რაღაც თავის ვიბრაციები აქვს. და ჩვენ ამ ვიბრაციებს ვგრძნობთ. ერთი არის რას ამბობ, მაგრამ სხეულებრივად განვიცდი და სხეულებრივი შეგრძნებები უფრო ჭეშმარიტია, უფრო ვენდობით ამას. და რეალურად სანამ ჩვენი გონება ჩამოყალიბდებოდა, ჯერ სხეული არის, ამიტომ სხეული იძლევა პირველ რეაქციებს და
თუ ჩვენ რეალურად ემპათიურები არა ვართ ჩვენი შვილების მიმართ, ისინი ამას გრძნობენ. რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ. და მე უცბად შიში გადადის ან დაძაბულობაში იმიტომ რომ დაუცველობის განცდა ჩნდება. ხა წარმოიდგინე ბავშვი, რომელსაც აკლია მშობლის აღიარება, მშობლის სიყვარული და იმიტომ კი არა რომ მშობელს არ უყვარს. უბრალოდ მშობელმა არ იცის რა არხით, რა ფორმით, რა საშუალებით უნდა გამოხატოს იმისათვის, რომ მისმა შვილმა გაიგოს რამდენად მნიშვნელოვანია ის მისთვის. და ძირითადი პრობლემებია ეს თვითშეფასების პრობლემები, თვითრწმენის პრობლემები, რაც ზრდასრულობაში მე ინტენსიურად აწუხებთ ადამიანებს. ამისი ბაზა არის ბავშვობაში. რომ აქ მთავარი არის, რომ მე სულ მაგას ვიძახი და აი ხა ისევ გავაბრაზებ რამდენიმე ადამიანს. უპირობო სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, რომ აი ეს გამომუშავებული სიყვარული ეს არის, რომ სულ თუ ჩვენ ვაქებთ, ვეფერებით, ვახალისებთ, ვეუბნებით, რომ ვამაყობთ ჩვენი შვილით რაღაცა კონკრეტული დამსახურებების გამო, წარმოიდგინე საზროვნო სისტემაში ალგორითმი იწერება, რომ იმისათვის, რომ ვიღაცას უყვარდე, ეს უნდა გამოიმუშაო. და ანუ შენ თავისთავად რო არსებობ, სიყვარული არ ახარ. არ გეკუთვნის და აი ეს არის და არ და გვეკუთვნის, ჩვენ შვილებსაც ეკუთვნით. მათი არსებობა უკვე დიდი ბედნიერება არის და ეს არის მნიშვნელოვანი, აი როდესაც ჩვენ ემპათიაზე ვსაუბრობთ, ემოციების მიმღებ, ემოციურ უსაფრთხოებას, რომ ბავშვი ამას უნდა გრძნობდეს. და მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ განსხვავებულად აღვიქვავთ სამყაროს და ემოციებს. შესაბამისად, მე თუ მინდა რომ ჩემი შვილი გრძნობდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია ის ჩემთვის და რამდენად სიგიჟემდე მიყვარს, უნდა დავფიქრდე. აი ეს ემპათია ჩავთო და გავიგო რა ფორმებით ჭირდება, რომ როგორ მივაწოდო, როგორ მივუთხრა, როგორ გამოვხატო მის მიმართ აი ეს აღიარება, ეს უდიდესი უპირობო სიყვარული, რომ იცოდეს, რომ ის არის ბედნიერება, იმისი არსებობა უკვე ბედნიერება არის. აი ეს არის ძალიან საინტერესო თემა არის. ნუ ყველა თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე პირდაპირ ვიტყვი. მაშინ ამ ეპიზოდში პრინციპში მე კითხვები აღარ მაქვს, ერთადერთი რაცაც გავამახვილებდი ყურადღებას, ალბათ მშობლებს ნამდვილად გამოადგება ჩემი რიდერი, რომელიც დაწერე აირას ჟურნალისტვის ემოციურ სავარჯიშოებთან დაკავშირებით, რომელიც მოყვება. ეს თამაშებია რეალურად, ბოდი შეგაწყვეტინე. ანუ სანამ შენ ამ ჟურნალზე იტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვებთან, განსაკუთრებით პატარებთან, როცა ვურთიერთობთ, ეს იყოს თამაშებით. ხო, იმიტომ რომ თამაშის დროს ბავშვი არის ძალიან გახსნილი. და აი მთლიანად იწოვს ყველაფერს და აი ამას, როდესაც ხალისის, თამაშის, ინტერესის, ემოციების გარემოში ვასწავლეთ ბავშვს, ხო, აი ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს და სწორედ ამიტომ არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც აი ეს ემოციური ინტელექტის თამაშები, რაც დავწერე ამ მშობლებისთვის, ეგ არის, რომ დღეში 10 წუთით საკმარისია იმისათვის, რომ აი ჩვენ შვილებს რაღაცა ვეთამაშოთ და აი ეს უპირობო სიყვარულის მარცვლების გაღვივება დავიწყოთ. აი ემოციებზე ხა უცბად გამახსენდა თუნდაც საკვირაო სკოლაში, კრიტიკული აზროვნების საკვირაო სკოლაში, როდესაც შემთხვევით გადაღების გამო მოვედი და შევხედე ბავშვებს, როგორ კარგად გამოხატავდნენ ემოციებს და მაგალითად მაქსიმალურად ერთმანეთს აჩვენებდნენ, რომელი ემოცია რას გამოხატავდა და მე ბარათებით ამ ყველაფერს ასახავდნენ და სწორი არასწორი ეს პრინციპი იყო, ხო? ამ თამაშით ისინი კარგად გამოხატავდნენ თავის ემოციებს და ერთ-ერთ ბავშვს ჰქონდა მაგალითად სევდას ვერ გამოხატავდა, ეცინებოდა და დანარჩენები ამაზე იცინოდნენ. ანუ ფაქტობრივად ის რაღაც კონკრეტულ ემოციებს უფრო მეტად სახალისო გარემოში ივითარებენ, ხო? და ამ ყველაფრის შესაძლებლობა რომ სახლშიც აქვთ მშობლებს ძალიან კარგი არის და ამიტომ ამ აღწერაში აუცილებლად დავრთავ კრიტიკული აზროვნების სკოლის Facebook website, საიტსაც, როგორ უნდა გამოიწეროთ ეს ჟურნალი და ინსტრუქციასაც მათ შორის, როგორ უნდა მიიღოთ ეს გაიდი, იმიტომ რომ გაიდი არის მხოლოდ გამომწერებისთვის, ჟურნალი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო, რაც მთავარია. მაგრამ აქ ვიტყვი პროგრამაზეც, თუ ყავთ თბილისში შვილი და ყოველ კვირა გინდათ რომ
თქვენმა შვილმა თავისი დრო სახალისად გაატაროს და თან შემეცნებითად გელოდებით კრიტიკული აზროვნების სკოლაში, რომელზეც რამოდენიმე წუთის წინ საუბრობდი. აქ ძალიან საინტერესო სახალისო აქტივობები ხდება და რაც მთავარი არის, ივითარებენ სხვადასხვა უნარებს და სწავლებენ კრიტიკულ აზროვნებას. კი. კრიტიკული აზროვნების სკოლაში სწავლება ხდება თამაშით და ხალისით, ისე რომ ბავშვები ვერ ხვდებიან, რომ ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. სწორედ ეს არის ჩვენი კრიტიკული აზროვნების საკვირაო სკოლის ესეთი განსაკუთრებული ნიშა, რომ ბავშვებს გონიათ რომ მოდიან რომ თამაშობენ და სათამაშოდ მოდიან და ამ დროს ჩვენ აქ ყველა რბილ უნარს და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციასაც ვაწვდით თამაშებით. კარგი, დროებით და გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს საღამოს 9 საათზე თბილისის დროით, დარიო რადიოსა და ნინი ჭაჭიას არხებზე დროებით. დროებით.